ვარ ალექსანდრე ვაშანიძე, დღეს გავხდი 12 წლის. ვსწავლობ გიმნაზია იბერიაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ფეხბურთი და კითხვა. უფრო რა თქმა უნდა მიყვარს ფეხბურთის თამაში. უკვე 1 წელია ვთამაშობ ვესტ-ჯორჯიაში. მყავს 2 მწვრთნელი, კახა მასწავლებელი და ნიკა მასწავლებელი. უფრო მხიარულია კახა მასწავლებელი. ნიკა მასწავლებლის მხიარულია, მაგრამ უფრო სერიოზულია. მე ვთამაშობ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციას. ჯერ ვთამაშობდი დაცვაში და მე გადავედი შეტევაში. პოზიცია იმიტომ შევიცვალე, რომ გოლების გატანა მიხარია. ჩემს კარიერაში გატანილი მაქვს 115 გოლი. ერთი გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. მასწავლებელმა პასი მომცა და ერთი შეხებით დავარტყია ჩავახვი და გოლი გავიდა. ჩემი საფეხბურთო თვისება ძლიერი დარტყმა. გამოსასწორებელი მაქვს ზუსტი პასი. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის ნეიმარი, ჩემი საყვარელი გუნდი არის რეალი. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით თამაშობდი 15 ნომრით. როცა ფეხბურთელობა გადავწყვიტე, ვიყავი 7 წლის. იქამდე მინდოდა გამოსულიყავი კოსმონავტი. ჩემი საფეხბურთო კარიერა ასეთ წარმომიდგენია. თამაშს დავიწყებ ჯერ გადავალ ვესტ-ჯორჯიის მეორე გუნდში, შემდეგ უფრო გავზიარდები და პირველში, შემდეგ იმედია ტრანსფერს გავაკეთებ სამე კარგოთში დინამო ბათუმში, შემდეგ დინამო ბათუმიდან ალბათ რამე ფრანგულ გუნდში და შემდეგ ფრანგული გუნდიდან გადავალ რეალ მადრიდში. თუ ყველაფერი კარგად დაიწყო, მე გავხდები რეალის ლეგენდა. მე ვაპირებ ფეხბურთში თამაში 36 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები ბავშვთა ფეხბურთის მწვრთნელი. გავსვი საფეხბურთო სკოლას და დავარქმე ურეხის აკადემიას. მე ასევე მიყვარს კითხვა და კითხვა შემოყარა ჩემმა მასწავლებელმა სალომე სიკოლია. ჩემი პირველი წიგნი იყო ჩალი და შოკოლადის ქარხანა. ახლა მაქვს გაკითხული 10 წიგნი. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი ფეხბურთსა და ფეხბურთელებს. ამ წიგნში ერთ თავს გავმოყოფდი ჩემთვის. სახლში მაქვს კარგი ბიბლიოთეკა და ამ ბიბლიოთეკის დირექტორი არის დედიკო. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ მყავს კარგი კლასელები და ასევე კარგი მასწავლებლები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული ადამიანი თევზაძე. ყველაზე პიანია სანდრო კურცხალიძე. ყველაზე მშვიდია ბაჩი ბილვანიძე. ყველაზე ბედნიერი მგონია მარიტა ცნობილაძე. მე ვარ ყველაზე ნიჭიერი და ცელქი. ჩემი საყვარელი საგანია ისტორია. საყვარელი მასწავლებელია სალომე სიკოლია. იმიტომ რომ გვასწავლის კარგად, არის 7 და ყველაფერს გვისრულებს. ახლა მინდა ვიყოთ რამე წლის, რადგან ავიღებდი მართვის მოწვევას და ვატარებდი მანქანას. დარწმუნებული ვარ 20 წლის რომ გავხდები, ვიყიდი შავ მერსედესს. დიდი ალბათობით ამ მანქანით მოვიყვან ცოლს. მეყოლება 2 შვილი, გიო და თინანო. ჩემ ცოლს დავარქმევ ნათიას. სახლებში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, 2 ძმა, ბებო და ძაღლი. კიდევ მინდა მყავდეს ერთი პატარა ძმა. მამიკო არის ჩემსავით სიმპათიური, მოკეიფე და მხიარული. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი, ჭკვიანი და კეთილი. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო მთელს მსოფლიოში. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ყიყლიყოები. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად შეწვავს კარტოფილს. მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმია მარტო სახლში. მეც მინდა მარტო ვიყო სახლში. რას ვიჟამ და 24 საათი ვიზელქებ. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავაცოცხლებდი ბაბუას და ადამიანებს გავხდიდი უკტავს. სამოგზაუროდ დიდი სიამოვნებით წავიდოდი საფრანგეთში. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი მოვლენა იყო, როდესაც ჩემმა ძმებმა იყიდეს პერსონალური კომპიუტერი. ჩემი ოცნების საჩუქარი არის სკროლი. დღეს მაქვს დაბადების დღე და ველოდები რომ აჩუქებენ ფულს. ამ ფულით ალბათ ვიყიდი ფეხბურთის აქსესუარებს. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. დროში მოგზაურობა რომ შემეძლოს, სად ვიმოგზაურებდი და როდის? მე ვიმოგზაურებდი მე-5 საუკუნის სომხეთში. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რომელი სუპერძალა უნდა რომ ჰქონდეს? მაგალითად მე მინდა რომ მქონდეს გაუჩინარების სუპერძალა. ეხლა რომ მთელი მსოფლიოს ბავშვები მიყურებდნენ, ვიტყოდი რომ თქვენ დედებს და მამებს დაუჯერეთ. უფროსებს ვიტყოდი რომ შვილებს აუსრულონ ყველა სურვილი. ბედნიერება არის მეგობრებთან გართობა, ჭამა, ფეხბურთის თამაში და ჩემი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.